ბაქოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა. მისი ქვეყანა დანგრეულია და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა და სწორედ ამასთან დაკავშირებით არაერთი გამოხმაურება გავრცელდა სოციალურ ქსელში. მაგალითად, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პლატფორმა X-ზე წერს, რომ ახლა უკრაინის მხარდასაჭერად ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად უნდა იმოქმედოს ევროპამ. მისი თქმით, აღარ არის საუბრის დრო და ადგილი, ახლა არის მოქმედების დრო. ის ასევე აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიები ნატოს წევრობა მაგიდაზე უნდა დარჩეს და ასევე რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ომის დანაშაულებზე და სანქციები უნდა დარჩეს იქამდე, ვიდრე აგრესია არ შეჩერდება. გიტანას ნაუსედა ასევე საუბრობს იარაღისთვის სასწრაფო დაფინანსებაზე და 10 მილიონ ევროზე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. ის ასევე აცხადებს რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევაზე და ტარიფების დაწესებაზე რუსეთ-ბელარუსიდან იმპორტირებულ საქონელზე და ბოლო პუნქტად აქვს ასევე ნათქვამი სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში და მიზნობრივ თარიღად 2030 წელს მოიაზრებს. გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია და ახლა ევროპამ ერთად უნდა იმოქმედოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე და აქ საუბარი არის იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა სატელეფონო საუბარი შედგა მათ შორის და უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის ციტირება ამ განცხადებაში, სწორედ ასე წერია, ასე არის მოხსენიებული ვოლოდიმირ ზელენსკი და განცხადების თანახმად სტარმერმა უთხრა ზელენსკის, რომ სავსებით გონივრული არის ომის დროს არჩევნების შეჩერება, როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა მეორე მსოფლიო ომის დროს. ასევე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა შპიგელთან ინტერვიუში ისაუბრა დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ არასწორი და საშიშია ვოლოდიმირ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმურობის უარყოფა. მისი თქმით, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის სახელმწიფო არჩეული მეთაური არის და ის რომ მორიგი არჩევნები შეუძლებელია ჩატარდეს ომის შუაგულში, შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს და ამავდროულად ოლაფ შოლცი აცხადებს იმასაც, რომ არავინ არ უნდა ამტკიცოს ამის საწინააღმდეგო. ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა გამოცემა შპიგელში და ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება, რომელშიც მან ზელენსკის დიქტატორი მოუწოდა, უადგილო არის. ის ასევე აცხადებს, რომ ზელენსკის და უკრაინის ტრამპისეული დახასიათება ყველაზე სამარცხვინოა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ოდესმე გამოუთქვამს. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა ქველმოქმედება, ჩვენი ცხოვრების წესი ჩვენს ქვეყანაში დამოკიდებულია ჩვენს სიძლიერეზე საზღვარგარეთ, წერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი პლატფორმა X-ზე და სოციალურ ქსელში მართლაც ძალიან ბევრი განცხადება იყო მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა და ყოველ წუთს არ წყდება სოციალურ ქსელში ახალი განცხადებების გამოქვეყნება.